ყურადღება. აღმოჩენილია ფარული ჩანაწერები, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ამ გაკრეჭილმა ქალმა 2 დღითა და 2 ღამით გაიტაცა რამდენიმე ახალგაზრდა. მან ისინი თავდაპირველად რიტუალური ინსტრუმენტების ჟღარუნითა და უწესო ცეკვით შეიტყუა. შემდეგ კი ძიმე ფიზიკური შრომით, იძულებითი ტაშფანდურითა და უთოობით სული ამოხადა. აუთოებინა პერანგები, ჭრელი კაბები, სანაცვლოდ კი ის მათ პირდებოდა მომღერლის ვარსკვლავურ მომავალს, ხუჭუჭა თმა საბიომით, აწყობილ სამოდელო კარიერასა და დემნას ასისტენტობას. აი ასე, თავზე ყუთით ჩამოცმული ცდილობდა მათ ჰიპნოზირებას. მოწყალებისთვის აკრევინებდა ერთმანეთის პირში ნადებ ინსტრუმენტებზე, აპრიალებინებდა იატაკს და ამ იატაკზე საწყალს ლეშას დაჯდომის ნებასაც კი არ აძლევდა. სამაგიეროდ, ახალგაზრდა წყვილებს კამერის წინ ცეკვასა და ღლიცინს აიძულებდა. რეჟისორის ცოლს ფერომარელის უკანასკნელი გრამებიც კი თავის ღაწვებზე დააცლებინა. მერე კი დანარჩენებს თვალის დახამხამების გარეშე აყურებინებდა თუ როგორ ცეკვავდა და იბრიცებოდა უკულელეთი და დაირათი ხელში. ექიმს პაციენტები დედას კი შვილი მიაყრევინა. ცოლს ქმრისთვის ქოჩორი დააგლეჯინა. ესენი ცოტა ხნით მოწყალებაზე ყავდა გაშვებული. მერე ცოტა ცეკვა. კაცებს ქართველობა, ქალებს მაკიაჟის მარაგები დააკარგვინა. კონკრეტულად ამათ დროც დააკარგვინა, მაგრამ მერე მაინც თავის ხუშტურზე აცეკვა. აი ასე. დამპიტაური, დინპიტაური, დამპიტაური, დინპიტაური, ტაური, 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 ტაური. გამოჩნდნენ ვიღაცები, ვინც სიტუაციის გაშუქება პირდაპირ ეთერით სცადეს. მაგრამ უშედეგოდ. ჰქონდა აფექტებიც. იყო გაშინაურებისა და დიალოგის გამონახვის არავერბალური მცდელობებიც. მაგალითად აქ ესენი რაღაცას დაშიფრულად ელაპარაკებიან ერთმანეთს და აშკარაა რომ შველას ითხოვენ. მაგრამ დიქტატურა, მაინც დიქტატურაა და ბოლოს ისევ მან გაიმარჯვა. ბუშტებითა და თმის ბღუჯით ხელში. ცირკაჩებითა და აკრობატებით გარშემორტყმულმა. აი, აქ რაღაცას მღერიან, კაცმა არ იცის რას, მაგრამ აწია მათთვის, მაინც სული